მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგთა კარიერული წინსვლის ახალი სისტემის ამოქმედებას იწყებს. ცენტრის ექსპერტთა კონსულტანტებმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განცხადება გააკეთეს. სქემის მიზანია სწავლების ხარისხის ამაღლების გაზრდა, ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც საუკეთესო ახალი კადრების მოზიდვას უზრუნველყოფს. ჩვენ გავითვალისწინეთ ის გამოცდილება, რაც აქამდე ქონდა მოწინავე ქვეყნებს. ამ სქემის ამოქმედება ნიშნავს ხარისხის სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლება სკოლაში. პედაგოგისთვის ეს სისტემა ბევრი სიკეთის მომტანია, იქიდან გამომდინარე, რომ მას ეძლევა საშუალება, რომ საკუთარი თავის შესაძლებლობები შეაფასოს. ახალი სქემით, რომელიც ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, გათვალისწინებული არის მასწავლებლის 4 სტატუსის მოპოვება და ამ სტატუსებზე მასწავლებლის განაწილება მოხდება 30 სექტემბრამდე. პრაქტიკოსი მასწავლებლები, ეს არის ქვედა საფეხური, რომელზეც იქნებიან არასერტიფიცირებული მასწავლებლები, ამავდროულად გვეყოლება სისტემაში უფროსი მასწავლებლები, რომლებიც იქნებიან სერტიფიცირებულები, შემდგომ წამყვანი მასწავლებლები, მენტორი მასწავლებელი ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.